მესამე თვეა უკვე ერთ-ერთი ქალბატონი, ესეც 89 წლის პედაგოგი, როგორც მითხრეს, ინგლისურის პედაგოგი ყოფილი, რომელიც გონებრივად ძალიან კარგად მუშაობდა ამდენი წლების განმავლობაში. მურჩია, რომ STEM-ის 3D დავიწყოთ, ანუ კაფსულის გადაყლაპვა თავისუფლად შეეძლო და დაიწყო STEM-ის 3D. ერთი თვე გავიდა, მოითხოვა რომ მეორედ გამოეწერა. გავიდა მეორე თვე და მესამედ მოინდომა რომ კიდევ STEM-ის 3D და ვეკითხები, აი რა შედეგები აქვს მეთქი, რომ ასე მოითხოვს, რომ ამითი გავაგრძელოთ თქო და როგორც ჩანს, არის გაფანტული სკლეროზის დასაწყისი. ჰქონდა მეხსიერების ჩაბარდნები და დაბნეულობა. ამავე დროს მიზეზი ვერ დაადგინეს, ანუ ლოგინად იყო ვერ დგებოდა, ვერ დადიოდა და STEM-ის 3D-ს დაწყებიდან, როგორც თვითონ აღნიშნავს, მეხსიერებაზე მომიხდაო და კონცენტრაციაზე კიდევ, რაც მთავარია, ადგა ლოგინიდან ავდექიო და დავდივარო სახლში. კითხულობს, უყურებს ტელევიზიებს, უყურებს შემეცნებით რაღაცეებზე, ანუ ასეთი ინტელექტუალი ქალბატონია და აი ეს ყველაფერი მშვენივრად წამოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვართ ამ კუთხით.